თაობის ჟურნალისტი. Თქვენთან შევაძევარ მოგილოცოთ ახალი წელი. ეს გადაცემაში ჩემი დედიკო მოგიყვანოთ. მოდით დავიწყოთ. გილოცოთ ჩობა ახალ წელს, ბედნიერების, ყვავის, სიკეთის, სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს. თქვენ ხართ ჩემი ბედნიერება, ჩემი ახალი წელი და ყოველი დღე თქვენით სრულდება და იწყება. რაც დედაკახტი რა შეიცვალა საახალწლო დღეებში? საახალწლო დღეებში ბევრი რამ შეიცვალა, ასოების მჯებლობა საკითხავით, და იქნა სიამოვნოთ და გავაკეთო, გამოგწოთ, მაქსიმალურად მინდა რომ ბედნიერები იყოთ და გაგაფრთხილოთ. რა საახალწლო სურათზე ყველაზე მეტად? გამომდინარე იქიდან, რომ კვების ობიექტში მუშაობ და მიწევს სხვადასხვა უამრავი ახალი კვების, საკვების მომზადება, ეს იქნება თქვენთვის საყვარელი სუში, ატრია. რაც მართალია ეს საახალწლო სუფრასთან არ ასოცირდება, მაგრამ საახალწლოდ მე მიყვარს ნიგვზიანი ბადრიჯანი. მიყვარს კიდევ საცივი, გოზინაყი და თქვენთან ერთად ამ ყველაფრის მომზადება. დედი, ფუსფუსში ყველაზე მეტად ვინ გიშლის ყველაფერს? მე, ანა მარია თუ აიდა? ხელს არც ერთი არ მიშლის. თქვენ საქმეს აკეთებთ, ჩართული ხართ და მეხმარებით, რაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, მაგრამ გააჩნია თქვენს ხასიათს და განწყობას. შეიძლება ამ სამზადის ის დროს რომელიღაცას რაღაც დეტალი გამოგეპაროთ და აი ამ დროს ხასიათს ცოტა გიცვლით ეს ყველაფერი. პირიქით, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დამეხმაროთ, ჩართული ხართ. აი ანიტა ყველაზე მეტად ვიტყვი ანიტაზე რომ ყველაზე პატარაა და ცდილობს მეტი აქტიურობა, არა დიდი კოზი, არა პირველი მე გავაკეთებ და ჩემი ჯერია, ყოველთვის ცდილობს ყოველ შემთხვევაში რომ თავის ასაკთან განსხვავებით მაინც ჩართული იყოს ძალიან აქტიურად ამ პროცესში, უყვარს და მოსწონს ეს პროცესი, მომზადება იქნება თუ კვება, განსაკუთრებით ჭამა იყვება. ამას მოიწეროს ამას. რას გვისურვებთ ინკოგნიტოს ნორ ჟურნალისტებს და რამდენად მოგწონს ჩვენი განვითარება? თქვენი განვითარება იმდენად მოულოდნელი და სწრაფი აღმოჩნდა, რაც ინკოგნიტოში შემოხვედით, რომ ვერც კი ვიაზრებ რა ყველაზე სწრაფად განვითარდით, აი წინ ხედვა გინდათ, ყურადღება, თავდაჯერებულობა, მეტყველება, ყველაფერი ერთად, აი უცებ მოხდა ეს ყველაფერი, რაცაც მივესალმები, ძალიან კარგია, გისურვებთ უფრო და უფრო მეტი განვითარება, მეტი ცოდნა, ბევრ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა და წარმატებები ყველაზე მნიშვნელოვანია. ბევრი წარმატება. ჩემი გადაცემა დასასრულს მივახტოვდა. დედიკო, მოდი ერთად დავიმჭირდებოდ მაყურებელს. ნახვამდის. ეს არის ჩინელი უსაყვარლესი გონცა ზოგადად 5 თვეში შეძლო და მოახერხა რაღაცა რომ უძლიერესი პროექტი ჩვენი სკოლა, ჩვენი სკოლა აი ამის წამყვანი ყოფილიყო დირექტორებთან ერთად ეს ძალიან რთულია და ამერწმუნეთ და მიხარია ძალიან ბედნიერია და როდესაც ნახეთ გადაცემა და პირველად ვინც ნახა ორმა რეჟისორმა მითხრა რომ ძალიან მაგარი ბავშვია, ძალიან მაგრად გამოსდის ის რაც უნდა გააკეთოს და ისეთი ბედნიერი ვიყავ, ისეთი ბედნიერი, იმიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეფასებას აკეთებ ისეთ როგორიც გინდა რომ იყო, ხო? მოკლედ მე ვაჩუქე ჩემს პაწაწუნას ბევრი ტკბილები, აი ეს სამახსოვრო ბარათი, რომ 2026 წელი არასდროს დამამწყდეს, აი ეს პატარა თოვლის ბაღი და ჭიქები, რომელიც სახალწლო გადაღების შემდეგ დამზადდება და ყოველდღიურად გადაიქცევა, აი ამ სამახსოვრო ფოტორეპორტაჟიდან და პატარა ჩანთა, რომელიც არის დაგეგმილია გაცილი, იქ პატარა ალბათ იქნება საქმე. შეინახა და სამახსოვროდ სულ გემახსოვრება, რომ აი ეს პატარა ცოტა დარჩა და ჭიქებსაც აუცილებლად როცა დავამზადებ, აუცილებლად მოვაკეთებ და
ვინაო ხო? ვიდეოში ჩავდოთ. აი ამაში გავაკეთოთ და ყველაზე მეტად რა მიხარია, იცი? ბავშვები რომელიც ჩვენთან მიდიან, განსაკუთრებულად იცვლებიან და მოკლედ მე რა როგორც მშობლებს მინდა რომ მადლობა გაიადიხადო, იმიტომ რომ მართლა ყველაფერს აკეთებ შენებისთვის და დარწმუნებული მომადრო, თუ შენშვილები თან ძალიან მოკლედი ამაკეთ და თუ ამ მოკლედ 5 თვეში ეს შეძლეს, მე ვიცი ზუსტად როდესაც გვაცა ძალიან სერიოზულ გადაცემას გაუწევდა რუბრიკა ჩვენ და სკოლას და დირექტორთან ერთად მოუწევს თანაწამყვანი იქნება მისი ერთ-ერთი სკოლის დირექტორი გადაცემის წაყვანა მე ვფიქრობ ძალიან მაგარი იქნება ხო გვაცა ყველა მოსწავლეც ჩაწერს მასწავლებელს და დირექტორს მე გვაცას უნდა ეწვიოს ასე რომ ეს ძალიან დიდი რამეა და მოკლედ დაევადეთ ჩვენს გადაცემებს 2026 წელს რას ვაკეთებ კიდევ უფრო მეც შრომობთ, მეც ვკითხულობთ, მეც ვწერთ, მოახდინოთ კითხვით, აი მე რა გამიფრჩეთ საგამოცდო ფონდზე და დაახლოებით ხა დიდი მოვლენები აქვს ხო იცით და დაახლოებით მაგვერდი დავწერეთ ერთ დღეში ესო ძალიან ბევრია, არ გვიწერია სკოლაში ამდენიო, მაგრამ დამერწმუნეთ არც ერთი ჟურნალისტი წერის, კითხვის და ეს მუშაობის გარეშე არ არის და სწორედ ამან შეცვალა ეს ბავშვები, მათი მოჭიერება სწორედ ამ ხო? აუცილებლად ვინდა არა მარტო ჩემი დამსახურებით ვიღადა ნახეთ მშობელი და ბავშვი როდესაც მოყვება როდესაც შენთან ერთად არის ბავშვები ძალიან იდომებენ უბრალოდ ნახეთ აი ახლა ანიტა მაგალითად საუკეთესო დროს არის შემოსული აი ანიტა უკვე ამის ასაკში მოვაჭრეთ აბსოლუტურად სხვადასხვა მაგრამ ეს უკვე იყო კარგი რამე და ყოველთვის ცოტა წერა არ გვიყარდა ჩვენად მაგრამ ეხლა ისე შეიყვარა წერაც კითხვას ნახეთ ინტერეს ქონდა ესეთი კითხვის საათი და ნახეთ როგორი რაღაცა გავაკეთეთ შევეცადეთ რომ წაკითხული მასალა რა გავაკეთებია რამოდენიმე წაკითხვის შემდეგ გადაგვეწერა და მე შევადარეთ რომ წერეთ ის და რა გავაკეთეთ და ძალიან კარგად გამოგვიდა და მე მადლობა მინდა გითხრა როგორც მშობლებს პირადად რომ მართლა ყველაფერს აკეთებ შენი ბაჭიებისთვის და იმეც ვიტყვი გაამართლებენ ჩვენი ბაჭიები ხო? აუცილებლად გაამართლებენ იმიტომ რომ უკვე ამ თვეში მართლა გაამართლებ და მადლობა აი მე კარგი მე ხარ ანა მარია მუშაობს და ანა მარიას ძალიან მაგარი გოგო მყავს მას კულტურა გადაუღარი ამას პრობლემებით დეიბესთან შემოთავაზე დროებით ბედნიერი შობა ახალი წელი ყველას ნახვამდის გილოცავთ 2026 წლის მობრძანებას 2025 წელს მადლობა გადაუხადოთ ხო გვაცა იმიტომ რომ ძალიან კარგი წელი იყო ბევრი პროექტებით ბევრი წარმატებებით მოკლედ დამდეგ შობა ახალ წელს ბედნიერად და სულ ხილით შევხვდეთ ერთმანეთს ნახვამდის